იმისთვის რომ გვითხოვთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონ ლაშა, მოდით პირველ კითხვა მინდა დაგისვა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აქტუალურია, გულისხმობ პოლიტიკოსების წინააღმდეგ ახალი პოლიტიკური დევნის სერია დაიწყო, ამჯერად ძალიან მძიმე მუხლებით, ძალიან მძიმე ბრალდებებით. რა სიტყვით ამაზე, აი რა ტიპის ხელწერა არის ეს, ძალიან ბევრი პარალელები ივლება სწორედ რუსეთთან, პუტინის პოლიტიკასთან მიმართებით და თქვენ სწორედ ისტორიული კონტექსტიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა აუხსნათ საზოგადოებას რა საერთო შეიძლება ვნახოთ აი პოლიტიკაში, რომელსაც აწარმოებს ქართული ოცნება. ჩვენთან ძალიან ხშირად საუბრობენ ხოლმე იმასთან დაკავშირებით, რომ აი რასაკეთებენ პოლიტიკოსები, რატომ არ ჩანან უფრო მეტად, მაგრამ აი ეს კიდევ ერთხელ კაცსაც ეხლა ქართული ოცნება აკეთებს, კარგად აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას მე შეიძლება ბევრი ამ კონდეს საკრიტიკებელი ამ პოლიტიკური პარტიებისა და კონკრეტული პოლიტიკოსების, მაგრამ როგორ ეშინიათ მათი, ჯერ არის საუბარი იმაზე, ჯერ იყო საუბარი იმაზე, რომ პარტიები უნდა გააუქმონ, მერე ახლა უკვე აი ეს წამყვანი პოლიტიკოსები, რომლებიც ისედაც ციხეში ისხდნენ, უნდა საერთოდ იქიდან აღარ გამოუშვა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა სხვა თქვეს, მაგრამ მიზანი ეს არის, ამაზე მე ვსაუბრობდი უკვე ზაფხულშიაც, რომ ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს ადამიანები გამოუშვან გარეთ, თქო, როდესაც მათი ვადა სულ უაზროდ ცხედან, ისინი ახლა ციხეში, იმის გამო, რომ რაღაც კომისიაზე არ გამოცხადდნენ. და მოსალოდნელია, რომ კიდე სხვა პოლიტიკოსების დაიჭირონ საქართველოში, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ძალიან ეშინია. გასაკვირველია ეს ახლანდელ პარალელებს თუ გვაგონებს ძალიან რუსეთის მდგომარეობას, მათ უნდა შექმნან ისეთი ფსევდო სახელმწიფო, რომელშიც სინამდვილეში არანაირი ოპოზიცია არ არის, იყოლებათ თავიანთი მორჩილი ჯგუფები, რომელსაც ოპოზიციას დაარქმევენ, როგორც შეეცადნენ მაგალითად რაღაცა სრული სიგიჟე რო გააკეთეს ეგრეთ წოდებული ხალხის ძალა რო გამოყვესა და ცოტა ხანი მათ უნდა ეთამაშათ როლი ოპოზიციის. ახლა მაგალითად ეს ფაშისტური პარტია რო ჩამოყალიბდა ნეიტრალური საქართველოს და მსგავსი ნაძერლების კავშირები იქნებიან მithom ოპოზიცია და ესეც რაში ჭირდებათ, იმიტომ რომ ერთპარტიული სისტემა რო იყოს, ხო არაფერი არ შეცვლიდა სინამდვილეში ჩვენთან ეს მდგომარეობა. ანუ აქ ჩვენ აღარ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მივდივართ დიქტატურისაგან, დიქტატურაში ცხოვრობთ ამჟამად და ეს დიქტატურა იჩენს თავის ყველაზე ცუდი მხარიდან ჩნდება, რომ ფაქტობრივად ყოველგვარ თავისუფალ აზროვნების განსხვავებულ აზრს ისინი კრძალავენ, ეს პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით. განადგურება, მე ვიტყოდი, ქართული სახელმწიფოსი, რომელსაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ეწევა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფო ჩვენს თვალწინ ამჟამად ნადგურდება. რაც ძალიან სამწუხარო არის ის, რომ აი საზოგადოებაში გუშინ ეს გამოაცხადეს და ამას არ გამოუწვევია დიდი აღშფოთება. არადა შეიძლება არ მოგწონდეს პოლიტიკოსები, შეიძლება არ მოგწონდეს პოლიტიკური პარტიები, მაგრამ როდესაც საერთოდ აღარ იქნება საქართველოში არანაირი პოლიტიკური სისტემა, რომელიც თავის თავში მოიაზრებს როგორც ხელისუფლებას, ასევე მასთან დაპირისპირებულ რეალურ ოპოზიციას, ეს იმას ნიშნავს, რომ აღარანაირი თავისუფლება ამ ქვეყანაში არ იქნება. მაგრამ აი ეს მიზანმიმართულმა პროპაგანდამ, რომელსაც ეწევა ქართული ოცნება უკვე წლების განმავლობაშია, ფაქტობრივად რაც ისინი მოვიდნენ სახელმწიფოს სათავეში, გამოიღო თავისი შედეგი და ხალხმა ჩათვალა, რომ ეს ოპოზიცია არ მარგა და ამიტომაც ამ ოპოზიციონელები ისინი ციხეში იჯდებიან თუ არ იჯდებიან, იმაზე აღარ ვლაპარაკობ მორალურ და ეთიკურ ზომებზე, უბრალოდ რა ქვია, არ არის მნიშვნელოვანი. არადა ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა სამომავლოდ და დღეს ამ წუთასაც საქართველოსათვის, რომ ასეთ კატასტროფამდე მიგვიყვანა აი ამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, რომელსაც უბრალოდ არ ეთმობა ძალაუფლება, რომელსაც უნდა რომ საქართველოს გაყვლიფოს ბოლომდე. ჩვენ ვხედავთ, რომ მილიონები მოიპარეს აი ამ თვალსაჩინო სუპერ კოცებმა და ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ აპირებენ ასევე
მომავალშიც გაყრილიქონ ეს ქვეყანა, ამიტომ არიან ისინი ამ სხვადასხვა თანამდებობებზე, ამიტომ არიან ისინი პარლამენტში და აი ვხედავთ მაგალითად გაუთავებლად ეს ხელისუფლება საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს და ამ დროს 6 მილიარდ ნახევარი, რომელსაც ისინი ამბობენ, რომ არაბები ინვესტიციის სახით შემოიტანენ, თურმე ეს არ შეიძლება რომ გამჭვირვალე იყოს. ხო? ანუ პირდაპირ საუბრობთ იმაზე, რომ 10 კატებს ელოდებიან და აქვთ ალბათ უკვე ამის იმედი და ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ მათ მოლაპარაკებები. საქართველოს არამ თუ მიექანება როგორც აქამდე ვლაპარაკობ რაღაც ოფსკულს ან ოფსკულში ვართ და ამას თვალი უნდა გაუსწოროთ. ხეხებზე დაკიდება აი ადამიანების, რომელიც დღეს ციხეში სხედან, რომლებსაც მომავალში დაიჭერთ, რომლებსაც პოლიტიკოსები ჰქვიათ და მოგწონს ისინი თუ არ მოგწონს ამისდან მიუხედავად, ეს არის ტოტალური კატასტროფის მაჩვენებელი იმისი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. კი ბატონო და ბატონ ლოშა ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ აი თქვენ საინტერესო ნაწილი ახსენეთ მოქალაქეების მხრიდან ზოგადად პოლიტიკოსების აღქმის და ეს მინდა გკითხოთ აი რა გამოასწორებს იმ სიტუაციას რომ აი რაღაცა ნორმალიზებული არ იქნება მოქალაქისთვის რომელსაც შეიძლება არ მოსწონდეს ცალკეულად არც ნიკა გვარამი არც ნიკამელი ასე შემდეგ რომ რაღაცა აი აბსურდული მიზეზით ეს ადამიანები ციხეში არ გამოკეტოს ხელისუფლებამ და ეს არ იყოს ნორმალური მხოლოდ იმიტომ რომ აი არ მოსწონს პოლიტიკურად და მისთვის მიუღებელია ან წარსულში ქონია რაღაცა პერსონალური თუ პირადი წყენა. აი რა გამოასწორებს ამ სიტუაციას? რა გამოასწორებს და დაუფიქრდნენ თავიანთ თავს. ეხლა მაგალითად პროპაგანდა მიმდინარეობს წარმოუდგენელი, მაღალი ხარისხით უნდა ითქვას, բայց ამის უკან რასაკვირველია რუსული პროპაგანდისტული მანქანა დგას, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება რა მოქმედებს ადამიანზე, როგორ შეიძლება ადამიანებს აკეთება, არა მარტო საქართველოში, ხა საქართველოს წარმოდიდგენთ, თუმცა ჩვენ თავდაცვის საშუალებებიც კი აღარ აქვს, ხომ? მალე ეხლა ხომ თქვენ კარგად მოგეხსენება, თქვენ თვითონ მუშაობთ ტელევიზიაში, ტელევიზიებსაც გაანადგურებენ დღეს ყაველაშვილსაც კი უთქვამს, რომ რა ვქია, თქვენ გაგწევთ ვერჩიო. გაანადგურებენ რა ვქია მედიას საქართველოში, ანუ ყოველგვარი თავისუფალი აზროვნება მოისპობა და ეს ადამიანები უნდა დაუფიქრდნენ, რომ ჯერ ეს ერთი რა ვქია, რატომ უნდა იჯდეს რომელიმე იმ პოლიტიკოსთაგანი ციხეში, რომელიც დღეს ზის და მე რა ვქია, გაუთავებლად იმეორებენ, რაც მათ ჩასძახეს, პოლიტიკოსები არ ვარგან, პოლიტიკოსები ჭუჭყიანები არიან და ასე შემდეგ, ხო? ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ძალიან სერიოზული პრობლემა არის ამ ქვეყანაში, რომელშიაც ვიღაცები ჯერ კიდევ ბედავენ და აი მაგალითად იგივე გახარიას ჯგუფი და სხვაებიც. ხო? ბედავენ და ტოლობის ნიშანს ვავენ სააკაშვილსა ან რა ვქია, თქვა ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის, კი ბატონო. ამ აქამდე რომ მიიყვანეს ადამიანები, რომ აი ამისი სჯერა, აი ეს არის ძალიან ძალიან სერიოზული პრობლემა. ვინც დღეს ტოლობის ნიშანს ჯერ კიდევ სვავს, კი ბატონო. ის უბრალოდ მოღალატეა, ან ნაძირალა, ან უბრალოდ დაქირავებულია. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონ ლაშა ბაქრაძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.